საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამითთან დაკავშირებით წერილი მიიღო. წერილში ამერიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტის ფარგლებში შეხვდება. მოუთმენლად ველი ამ სამიტსა და ჩვენი მასპინძლობის მიერ შემუშავებულ ინტერაქტიულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ შეგხვდებით ამ სამიტის ფარგლებში 2010 წელს ვაშინგტონსა და 2012 წელს სეულში გამართული ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავდგით იმედის მომცემი ნაბიჯები მთელ მსოფლიოში ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების განსამტკიცებლად. ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბარაკ ობამასგან მიიღო. ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება. სამიტზე მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე 4 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.